მაგალითად თავდაცვის სათავეში დგას გენერალი, რომელიც ხელმძღვანელობს თავდაცვის მმართველობას და მის დაქვემდებარებაში არის შემდგომი გენერალური შტაბი, აღმოსავლეთის სარდლობა, დასავლეთის სარდლობა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, ეროვნული გვარდია და ასე შემდეგ. მოკლედ, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები. შემდეგ ამ სტრუქტურულ ერთეულებს უკვე თავისუფლებული პედაგოგები ყავს ჩაშლილი ეს პირობები. რაც შეეხება სამხედრო სამსახურის ფონდებს, საქართველოს თავდაცვისადმი ჩვენი თქვენთან ერთ-ერთი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ სწორად გავიგოთ, რა სამხედრო სამსახურის ფორმას სთავაზობს საქართველოს თავდაცვისადმი ჩვენს ახალგაზრდებს, როგორც მამაკაცებს, ასევე სხვათა გოგონებს. მაგალითად, თავდაცვის სისტემაში არის ესეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც არის გენერალური მდივნის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, სადაც მიიღებიან ახალგაზრდები 9 კლასის დასრულების შემდეგ.